ძალიან მაგრად მიყვარს ჩემი იარაღი. მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობათ. შევიკრიბეთ მე და გიორგი ისევ ნორიოს სასროლეთში, სადაც დაშვებული არის იარაღის ტესტირება, ცოტა მოგანატრეთ თავი. მე რა გიორგიმ. ხო, ნადირობა დაიწყო და მივატოვე ჩემი გიორგი. კი. ძლივს დავიჭირე. ხო, პირველ რიგში მადლობა მაღაზია მაგნუმს, რომ მოგვეცა საშუალება, რომ დღეს გაგვეტესტა იარაღები. გიორგი გახლავთ მაგნუმის წარმომადგენელი, იარაღის ექსპერტი, რომელიც დღეს გატესტავს ჩემს იარაღს. ეს არის Faber Mixler Columba Palumbussi. Palumbussi, კი ბატონო. 1276-ზე არის სავაზნე. გადაბურღულობა აქვს ტრიბორი. ტრიბორი არის, კი. მინდა რომ აი როგორ შეგასწავლებ, მოყვე რა რაღაცები და მე ეგამბები უკვე შენ გეხერხება, ამ შემთხვევაში დაგრძელებული გვაქვს აბო, იმიტომ რომ ეს იარაღი კონკრეტულად არის იხვისთვის და ბატისთვის ჩემი გადმოსახედიდან და მხოლოდ ვიყენებ მაგ ორ სანადირო ობიექტზე. ძალიან კარგი მოდელია და მინდა აღნიშნო კიდევ რომ Faber-ის თვითონ კომპანია ამზადებს ერთ-ერთ საუკეთესო ლულებს რა. ტრიბორის ლულა ქვია, სამაგი გადაბურღულობა აქვს თვითონ ლულას. ესე იგი დასაწყისში, შუალედში აჩქარება აქვს. ჩოკამდე დაბოლოებაში კიდე შევიწროება და მე 85 მმ-იანი ჩოკი. 8 სმ ნახევრიანი წარმოვიდგინე. ეს არის საკმაოდ სერიოზული შედეგი მოდელობისთვის. გიო, რა შეეხება ახლა მოდი მე ვიტყვი, რა შთაბეჭდილება დამჭა, როდესაც ეს იარაღი ეს იარაღი მაჩუკა მეუღლე მაჩუკა სხვათაშორის ეს იარაღი და კაი არჩევანი გააკეთა, იცის რაც უნდა მაჩუკოს და ზოგადად აი 5-6000 ლარიან ბიუჯეტზე ვამბობ რა, მაგ ფასიანი იარაღებს როდესაც ყიდულობ, ძალიან ბევრი იარაღს არ მოყვება კეისი, დამატებითი აქსესუარები და ასე შემდეგ და აი ამ შემთხვევაში ხა იმდენად კარგი აი პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ანუ კარგი კეიში დევს ძალიან. კარგი კეისია საკმაოდ. ხო, მოყვება ჩოკები. აი წეგან გიორგიმ რას თქვა, ხა იმ ჩოკს აღარ მოხსნით, მოყვება 4 ჩოკი და ნახეთ რამხელა ჩოკები მოყვება და როგორი ხარისხის და არ მოყვება ცილინდრი. ხო, ცილინდრი არ მოყვება, ვინაიდან ეს მოდელი ძირითადად არც 4 ჭრილიანი, 25-იანი. 3 ჭრილიანი, 2 ჭრილიანი, 1 ჭრილიანი და გაძლიერებული ჩოკი. ხო, უბრალოდ 0.75 არის 4 ჭრილიანი, ხო? ხო, 0.75-იანი არის. პლუს ამის პლუსი რა არის კიდევ რა? კორა აქვს 12 მმ, საკმაოდ გადაშლილი და კარგი და ჩასული არის თუ დააგვირდები და 2 მმ. კი ბატონო. და თვითონ კორა ეს ცოლადი აქვს რა, ანუ აი ძალიან მაგარი რაღაცაა. რომ საქარხნულად მოყვება იარაღს ესეთი. კი, საინტერესო რაღაცეები მოყვება. კიდევ სწრაფხსნადი სარემნეები. კი ბატონო. ეს მოდელი მაღაზიაში ფიზიკურად ვერ გადავიღეთ, იმიტომ რომ დრო არ მქონდა გარბის, სანადიროდ გარბის. და ძლივს დავიჭირე ეს კაცი მოკლედ. ხო, და კიდევ რაც მომწონს გიო, როდესაც იხსვე და ბადზე და ეგეთ ფრინველებზე წყალმცურავებზე ნადირობ, აი ეს გადამტენი მექანიზმი აქვს დიდი. ძალიან მარტივი, სიცივისთვის ძალიან კაია. კი, უცებ წკაპ. მოკლედ ვიზუალურად. პრაქტიკაში რაც გამოიყენე, უკვე რეალურად მოგეწონა. ამ იარაღით უკვე 5 იხრი მყავს მონადირებული, რაც სეზონი გაიხსნა. დღეს არის 16 სექტემბერი. 10-ში გავხსენი 10-ში და 11-ში. მოკლედ წარმატებული გასვლა ქონდა. ნუ აცელებიც ქონდა, მაგრამ თვითონ მორტყვის ვარიანტები იარაღიც იმდენად კომფორტულად გაზის ხელზე და აი ეს სამი თამასა იმდენად შერწყმულია ერთმანეთზე. მოკლედ ძალიან კომფორტული იარაღია გიო რა. ხო, ასევე მაღაზია მაგნუმი გახლავთ Faber-ის წარმომადგენელი და ოფიციალური დილერი საქართველოში. და ეს ბრენდი თუ დაგჭირდებათ და რაღაცა პატენტი და ასე შემდეგ რო არ ჭყალებში შემოგტენონ, შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზია მაგნუმში. კი ბატონო. რაც შეეხება ირაკლი ამ მოდელს XLR Columbus, იგი მე თვითონ მაქვს მე 14 წელია უკვე XLR კომპოზიტი ჩაულებრები რა მოდიფიკაციით და რა ვიცი. იმდენად ყოფილი ვარ მეც რომ ჩვენ რო ვეძახთ ეს მონადირები ეს ჭრა ბოი აი მორტყმა აი ამ იარაღს აი მორტყმა ზუსტად და ჩვენ დღეს გავტესტავთ ამ იარაღს ცოტა ისე რა ბატზე მივდივარ სანადიროდ და ბატის ვაზნები უნდა ვისრულოთ ხო ბატზე მიდის და გავისვით ასევე სუბულ გრამებს იქნებ გავაჭედინოთ ხო 24 გრამებიც ვისრულოთ იქნებ და გავიჭედოთ არ არის ეს იარაღი შექმნილი მაგისის მაგრამ მოდი აბა ვცადოთ გავტესტოთ თუ გაჭედავს გული არ დამწდება იმიტომ რომ საერთოდ არ მინდა 24 გრამი არა ამ იარაღს დამიჯერე 24 გრამით არასდროს არ გამოიყენებ ვინაიდან თავის დანიშნულებას აქვს და მაგისისაც იყიდე და კარგადაც გადგება და კიდევ გამოგადგება რა თქმა უნდა იმუშავებს ცხოვრების ბოლომდე კარგად
გავტესოთ დაბალ გამზე, ნუ ჩვენ ვარიანტში რა, როგორც მაყურებელს აინტერესებს. კი ბატონო, ასევე შოტკამი ჩავთოთ და ვნახოთ შენელებული კადრები საფანტი როგორ მოხდება და ასე შემდეგ. კი, მიტანა ჩალკო და რას თავარია, გავისროლოთ 5 ნომრები, ვინაიდან სამაგი გადაბურღულობა გვაქვს ლულის, მინდა აღნიშნო, რომ უფრო უყვარს დიდი გრამები, 36 გრამი, 40 გრამი უფრო უყვარს ვიდრე 34-32. გასაგებია. გაბურღულობიდან გამომდინარე. მაღალ გრამებზე არის. ხო, უფრო დიდი გრამებზე არის ორიენტირება. ხო და ეხლა გავისროლოთ ჩვენ ჯერ 5 ნომრები, ჩალაგება ვნახოთ 40-45 მეტრიდან, აი ამ მანძილიდან, მერე 7 ნომრები, მერე 4-0, მერე 2-0. კარტეჩები. კარტეჩები. ხო, თრული კარტეჩები. და მერე 24 გრამით გავახუროთ. ბოლოს გავაგეს ესე იგი იარაღის ჯოჯოხეთი. დავიწყოთ. წარმატებები შენ, წარმატებები ჩემი იარაღს. წარმატებები ჩვენ. ესე იგი, პირველი ტესტი ჩაუტაროთ 7 ნომრით. 34 გრამია. ფიოჩი, იტალიური ვაზნა. 36 გრამია. ნახოთ თავს როგორ გაართმევს, როგორ მიიტანს და ვისროლოთ, ნახოთ. 7 ნომერი, 36 გრამი ფიოჩი. შოტკამი ჩართე. ერთხელ მიაჭირე ღილაკს. აუშვი. всё. აცადე, მწვანეა ხო? შეგიძლია ისროლო. всё, შეგვიძლია. მანძილი რა გვაქვს? 30 მეტრი. ნახოთ. აი, საერთოდ არ იგზნობა, 36 გრამი ვისროლე. და ვაფშე ვერაფერი ვერ ვიგრძედი. მე ახლა კი არ სხვა იარაღს არ დავაკრინებ, მაგრამ ნამდვილად დამკრავდა სხვანაირად სხვა იარაღი. პირობითად ინერციული რომ ესროლა ახლა. საერთოდ არ გაშალა. ხო, აი ამ ადგილზე დაუჭირე გაგრა. კი ბატონო. ვანახოთ, გადააყირავე ცოტა დააცერავე. აჰა. აი ეს არის მოკლედ ძალიან დაჯგუფებული. მაგრამ უნდა გაგეიქცეს 30 მეტრია მეგობრებო, 30 მეტრი. ეს არის ჩემი ხე. 7 ნომერი. 7 ნომერი. კი ბატონო. ეხლა ვესროლოთ, აგერ მეორე მიშენია. აქ ცოტა სხვანაირად მიშენია არა. სამიზნე. უნდა მივეჩვიოთ ამას. დაბლა მომივიდა და აი ამას ვესვრი ახლა. კი ბატონო. წამო. ორა კარგი რაღაც. ეხლა რას ვესვრით? ეხლა ვესროლოთ 5 ნომერი. ჩავთვალოთ რომ იხს ვესვით 45 მეტრში რა. მოფრინავს თავისთვის ლამაზად. კონტეინერს 45 შორია და 30 და ხوار ვესრულოთ ისე. ცოტა ახლოს? იგივე მანძილიდან, რა მანძილიდანაც ესრულე. აი, ვისროლოთ ისე 30-დან. 30 მეტრი კლასიკური, ამიერად ბევრად მეტი შეუძლია. ხო ნახე 30 მეტრში რეფშოვა. კი ბატონო, აი. კაი, 30 მეტრში გავტესტოს ეს. ამის შემდეგ ვესრულოთ პროშორს. 5 ნომერი. 36 გრამი ფიოჩი, ვაზნა იტალიური, საკმაოდ კარგი ვაზნაა. ამ წელს ჯერჯერობით ერთ-ერთი კარგი ვაზნაა. დაინახე კონტეინერის მოხდა. ზეთ ადგილზე მიიტანა. აი ძალიან რბილი იარაღი, არ ვიცი, ირაკლი ეს იარაღი შეგაყვარებს სიხვზე ნადირობას და ბაწზე. ხედავ რაღაც გააკეთებ. აქაც იგივე ნაირად ბიჭო რა კარგად მიაქამიერებს. ნახე. აუღნიშნოთ ისიც, რომ ეს ამ მოდელს ქარხულად მოყვება. გაძლიერებული. კი ბატონო. გარეჩოკი. აი ესე რომ ნახო. აი აქ დავიჭრე ჩაუბრალოდ როგორც ეხან და ნახე როგორი 30 მეტრია რა. კი ბატონო. 30-32 მეტრი. სასროლში. მოდი ხა შემდეგი გავტესტოთ 2-0 ვესროლოთ ბურნაჩის იტალიური ეგეც რომ კარგი ვაზნა არის ეგეც და 4-0 ვესროლოთ. კი ბატონო. კაი. ეს რა არის? მწერებიანი ეს არის ხო ბევრი ძახილისგან ცხვირი გაუსივდა და ნახოთ აბა თავშიან ცხვიში თუ მოხდება. კი ბატონო. შოკი ხარ. სულიად შემთხვევით შემომეხატა. ჩემი ბრალი არისო. აი ეს. ეხლა ვესროლოთ იხს აი ამ კეჩოში თუ რა ქვია მას? კეჩო? ხო, კეჩო. კოჩორში ვესროლოთ. და ამასაც ვესროლოთ. კოჩორში. წინ და უკან რო არ ვიაროთ, ორივეს ვესრულოთ იქედან და ხო, ერთსაც ვესრულოთ, მეორესაც ვესრულოთ. კი ბატონო. წავედით. ეხლა გავისროლოთ ბურნაჩი 4-0, ჩემი უსაყვარლესი ვაზნებია. ბურნაჩები ძალიან მაგრად მიყვარს. 4-0, მარცხნივ ვესროლოთ 4-0.
იმ ცვირგასიებული ბატს. და მეორე ხარის ვესროლოთ 2-0. ანუ მარცხნივარი 4-0, მარჯვნივარი 2-0. მარჯვნივარი 2-0. ხო, პირდაპირ დირკაში ვესვრი მაშინ იმას. დავეთით. ეს საერთოდ არ იგზნობა არც ეს ვაზნები, არც ლოყამტკბენია. რამდენ გრამიანები იყო ეს? 36 გრამები თან მაგარი ჯანიანი ვაზნებია რა. ნასროლი მაქვს სხვა იარაღებიც და აქეთ ხელი გაგექცა ნახე? შესაძლოა. აშკარად. ნახოთ ეს ხო აღნიშნავს მაგებს. კი. მეს მაინტერესებს. აჰა. წაგვექცა ნიჩივო. ან ხელი ან ამის ბრალიც იყო, არ ვიცი. მოკლედ მოხდა რა გინდა, ერთს არ მოგვიყიეს. მოგვიყლა. ხო და ნახე საინტერესო რა არის. ზოგადად ტაცებელზე როდესაც ნადირობთ. გული. არა. ეს გასაგებია, მაგრამ აქ ეს ვაზნა რასაც უნდა ესროლო. ოღონდ თავისთავად დიდიც არის უკვე 80 ესვრი მინიმუმ, რა ვიცი, ტურის ხელაც ხოლმე ხო ესვრი 80 რეალურად. კი ბატონო. კარგად არის. მე შემიზეხა მოატრიალო, კიდე მაქვს ეგ 4-0, მეორეც ვესროლოთ რა. კი ბატონო. გავამეოროთ ეგ ვარიანტი და მოდი ისიც ვნახოთ და ეგეც გავამეოროთ. მოდი ახლა თითო კიდე გავისროლოთ. ვიცდები, აი ამ ადგილში ვესროლო ახლა 30 მეტრიდან, მეტი ფურცელი აღარ გვაქვს. აჰა. და იმას ამოვატევ და იქაც ვესროლოთ. კი ბატონო, ცადოთ. ესე იგი, მარცხენა ხარეს ვესროლოთ 2-0, მარჯვენა ხარეს ვესროლოთ 4-0 და კიდევ მარცხნივ მიუსოლად რა. ვისროლოთ 7-2. ესე იგი. არა, მივიდეთ და ვნახოთ, თორე აგვერევა. არა გვერევა, მსხვილია ეს. არა, მსხვილი არის, მაგრამ მაინც. ოკეი. 4-0. ეხლა ვიძდი მარჯვენა სამიზნეში. მარჯვენა შესვრი ხო? ისევ. ეს იყო 4-0 მარჯვნივ. 2-0 მარცხნივ. ახლა შევცვალეთ ტაქტიკები. აი ზედა ხარეს ვესროლ უფრო ეს რა, რომ მაინტერესებს როგორ შეაჯგუფებს. კი ბატონო. იმიტომ რომ დათვლით ახლა რეალურად ვეღარც გავიგებ რა მოხდა მანდ. კი ბატონო. ანუ ზედა მხარეს რო მე უფრო მაღლა ვესროლი ახლა მარცხენა და რო დაბლითაში ის ვესროლი რგოლის ზევით. რა კარგადაა. აი ნახე როგორ დაგვილები ძალიან კარგად არის კი. ძალიან სტაბილურად და თანაბრად. ის იდეალურია და. ის ძალიან მაგარია. აი ესეც იდეალურია მინდა გითხრა. ეს არის 2-0. ეხა და ვინ ჩავს იყო როგორც ზემოთაც წავიდო და ხო, აი აქ გავუშვი იმ. კი ბატონო, გასაგებია. კარგადაც დაგვილაგა აქაც. ეს ძალიან მაგარია. მოკლედ 4-0 ძალიან კარგია. ეს ქვედა წეგანდელი ნასროლი იყო. აი ეს არის ეხა რაც ვესროლ, აი აქ დავუვისდეთ. კი ბატონო, გასაგებია. კარგი, მოდი ეხა. კეთილი, ჩვენ ეხა იქით ქაღალდზე გავისროლთ 21 კაკლიანი კარტეჩი უაფის თურქული რაც მოვიპოვეთ ეგ მოვიპოვეთ ამ ეტაპზე რა სხვათა შორის მინდა აღვნიშნო რომ ძალიან გვიჭირს ვაზნები ბრინდული ვაზნები გვიჭირს არ დავასახელებ არ ჩამოვთვლი მაგრად გვიჭირს არ არის კარგი ვაზნები გამეხარდება თუ მეტი არჩევანი იქნება რა თქმა უნდა და კარგი. მოდი ახლა 21 კაკლიანი კარტეჩი 7-0. კაცო. ეს. აი წინა იარაღები რაც ვისროლე თუ გახსოვს. რა თქმა უნდა გახსოვს. ყველა მაგრად მომწყო მხარში რა. ეხლა ვნახავ ეს რა სწავს. მარცხენას ვესვრი. ჩვეულებრივად რა. ავი გინდა 10 ნომერს რო გაისვრი რა. არმსან ფენომით დაახლოებით მასე ისვრი 37 გრამიან ვაზნებს და 36 გრამიან ვაზნებს და ძალიან კომფორტულია. ეს იმის ხარჯაც რო კერამიკული პორშენი აქვს ჩამტენად და ძალიან ესეთი რბილად მოაქვს სისტემა და რბილად გირწყავს უკან რა. პლუს ამ მოდელს ბარემ დავაყოლოთ ესენი ეს რეზინები რო აქვს დამატებული ნახე. ლოყას რო სვამ აი ზეთ რა. საკმაოდ კომფორტულად ზიხარ და მოძრაობისას ანუ ადამიანისკანი კარგად მოძრაობს რა. არ გირწყავს მაგრად. ხვდები რა, ძალიან ერგონომიული იარაღია, ძალიან. აჰა, კარტეჩები ზამიკო. ეს უკვე მსხვილია 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
არში კარგად მიიტანა ეგენიც. თან ვესროლეთ ზედა მხარეში, ხო? აი აქ ვესროლე ხო ეგეც ზედა მხარეში. ცოტა დაითვალე, გამოგჩა რა 3 წელი გამოგჩა რა. ნუ რაღაცები გამორჩებოდა რა თქმა უნდა. აი აქაც ნახე. კი ბატონო. გაცხილა ვაფშე ეს ხარ. კი ბატონო. მოდი ახლა მოვუწყოთ ჯუჯუხეთი იარაღს. ხო, 24 გრამები შევბეროთ ახლა რა. იმიტომ რომ ყველაზე ძალიან გავახვარო. ბოლო მოვუწყოთ, ბოლო. და მე კარგად გავწმინდოთ. ჯერ გავისოლოთ მხრიდან კლასიკურად, მე ხელიდან თუ ორივეჯერ თავი გაართვა, მე გადავატრიალოთ. თავი დავახიოთ. კარგი. ვისვით 24 გრამს ზალა დავიდა. და ეხა ამ შემთხვევაში როგორც წეგან აღვნიშნეთ, აქვს ჭირი დაგრძელებული და მიდის 7+1. ვიცდები ძალიან სწრაფად გამოვარტყა კიც რა. აჰა, ანუ შეავსემ ჭირი ხო? აი ვაფშე ბოლომდე გადავძეცკე. აბა ზადარი. დავიდა. ხო არ ღადაობ. ეს რა იყო? ეს შოქშია რაღაცებს აცილებს. კი, შოკამი გაგიჟდა. რა მოხდა? არ გაჭედა. რატომ უნდა გაჭედოს ბიჭო? რა, ერთმა გაჭედა თუ ორმა? აი, კაი. ჩვენ აქ კიდევ აღნიშნოთ მოდი ერთი რაღაც, რომ ხარისხი მაინც თავისა შვება, მეგობრებო რა. რაც არ უნდა კარგი იყოს თურქული იარაღი, ვერაძოს ვერაჯობებს იტალიური იარაღს, ფიზიკურად ვერაჯობებს ხარისხით. დავაი. ეხა აი ამას გავისვრი ხელიდან. ისევ იგივენაირად. არ გაითვალისწინე. 5, ანუ 8 ჩავიდა და არც ერთი არ გაჭედა. არანაირად, ახლა. ჩვეულებრივად არანაირი მივჯენით, დავიჭირე, წავიდა. ძალიან მაგრად მიყვარს ჩემი იარაღი. გიო. ეს არის იარაღი. ეს არის ჯერჯერობით რაც კი გადაგვიღია. ვაფშე შოკია. კაი, ეხლა ცოტა გეუნო გადავაყირავთ მოყირავ. დააყირავე რაც გინდა უკენი. საბრახუნებს. 8 ვაზნა. არც ერთხელ არ გაჭედა 24 გრამიანი. რაო, რაო. გადავავსებ და ვსვიოს. მეტი აღარ მინდა. გულა გაცხელდა? არა, მაინც და მაინც. მე რო თურქული იარაღს ხელი მოვკიდე, იმან ხელი დამბუკა. აქეთ კაია კი, აქეთ არის მთელი ამბავი. კაი. ვა, ესეთი რამე მართლა არ მინახავს. ეგ არის რაკის ბო. ხარისხი, ეგ არის იარაღი. ეგ არის იტალიური ხარისხი. კაკრას გავავსეთ. აბა ვნახოთ. ბრავო. რავი, საიდანაც გიდა ამოიღე და გამოყარი ამ იარაღს ძმაო. როგორც გიდა დაატრიალე და გაისოლე. პროსტა არავის არ უნდა მოარტყა. მოკლედ, მეგობრებო. ესეთი ტესტი მე მგონი საქართველოში არავის არ ჩაუტარებია. მოკლედ. შენ გაქვს ჩანატარები ხო? არა, სოციალურ ქსელში რომ ესეთი ტესტი ესე არის არ გაუსწრია. მოდი ვთქვათ ის რომ მე ამ იარაღმა ჯერჯერობით რაც ჩაგვიწერია, პირველ ადგილზე არის და სავარაუდოდ დიდი ხანი დაიკავებს, იმიტომ რომ რაღაცეები კიდე გვაგასახილველები. ამიტომაც გირჩევთ ამ მოდელს, რა თქმა უნდა. გამომდგარიც არის სიბერემდე და შვილიშვილის რო ეყოფა ეგეთი მოდელია. ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ არ გვაქვს. თუმცა ბოლო ვინ წაიღო? ბოლო, აგერ გამომართვა კაცმა. კი არა და მეუღლემ საჩუქრად ოყიდა და ძალიან კარგი საჩუქარი გაკეთე ირეკლი. იარაღმა თავი მაგრად გაართვა. რას მინდოდა რომ მეთქვა. გამოგვიწერეთ, გვიყურეთ, დაგვიწერეთ კომენტარი, იმიტომ რომ ვაქცევთ ყურადღებას და ვითვალისწინებთ ძალიან ბევრ რაღაცას. თქვენიდან გამომდინარე. შემდეგ მოდელსაც დავფიქრდებით, დაგვიწერეთ კომენტარებში თუ რა შეიძლება განვიხილოთ. მინდა რომ კომენტარებში შევარჩიოთ შემდეგი მოდელი რაც უნდა განვიხილოთ. და იმ იარაღის მეპატრონე კომენტარებში რომ დაგვიწეროს შეგვეხმიანოს და იმის იარაღი გავტესტოთ რა. მე არ მაქვს უფლება მეგობრებო რომ ავდგე მაღაზიიდან მოვკიდო ასე და წამოიღო და გავტესტო. არანაირად არ შეიძლება კანონიერად და რა თქმა უნდა ვერც გავაკეთებთ. ამიტომაც ესე მოვიქცეთ. გელოდებით კომენტარებში შემდეგი იარაღის განხილვისთვის ერთად შევარჩიოთ. დაგემშვიდობებით, კარგ სეზონს გისურვებთ კიდევ ერთხელ და კარგ ნადირობებს. აბადროებით. მე მივდივარ ახლა ბაძეს ანადიროთ. ხო, არა. კი.